შენ ყველაფერს მიაღწიე, ნომერ პირველი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ იქ თეთრ სახში არ გიჩხუბია, მაინც მსოფლიოში ნომერ პირველი pound-for-pound მებრძოლი ხარ. და საეჭვოა, რომ ვინმე მოდესმე შეძლოს 15 წლის განმავლობაში UFC-ს ქამრის შენარჩუნება. როგორ ხედავ ახლა შენს მომავალს? რისი გაკეთება გინდა? პირველ რიგში მადლობა კომპლიმენტისთვის ნომერ პირველი რომ მიწოდე. ძმაო, ეს ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს. მაგრამ რის გაკეთებას ვაპირებ უახლოეს მომავალში? იცი, მგონი უკვე დავიწყე იმის შესაძლებლობების პოვნა, რომ თემ მსოფლიოში შევხვდე ხალხს და ვაკეთო ამბასადორის საქმე. One Win-თან, Dirty Boxing-თან და ასე შემდეგ. ასე რომ ახლა უბრალოდ კომპანიებზე ვმუშაობ და ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო ინფლუენსერი. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ვიშენებდი პლატფორმას, სცენას, აუდიტორიას და ახლა ჩემი მიზანია ვცადო ამის მონეტიზაცია. შევხვდე ჩემს ფანებს და ვიყო ისეთი მაგარი ამბასადორი, როგორც მაქსიმალურად შესაძლებელია. მამა შენი სასულიერო პირი იყო. შენ კი ბავშვობიდანვე ეკლესიის გუნდში მღეროდი. ამან ზოგადად როგორი მოქმედა, ვთქვათ მთლიანად შენს მომავალზე. მომიყევი ამ პერიოდზე და იმაზე თუ როგორი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა შენზე. მე ქრისტიანი ვარ, ეკლესიაში გავიზარდე და კვირა დღეს დავიბადე. ჩემს ოჯახში ქრისტიანების დიდი თაობებია. მამა ჩემი მოძღვარია, ბაბუა ჩემიც მოძღვარია, ბიძა ჩემიც. მამი და ჩემი პასტორს გაყვაცოლად. მთელი ჩემი ოჯახი მღერის და ინსტრუმენტებზე უკრავს. გავიზარდე ეკლესიაში სიმღერით და ყოველ კვირას იქ დრამზე უკრავდი. გეფიცები დღემდე როცა ხალხს ვეჭიდები, მეუბნევიან რა ძლიერი ხელები გაქვს, რა მაგრად მიჭერო. მაგრამ სიმართლე რო გითხრა, ჩემი ხელების ძალა პირდაპირ იმის შედეგია, რომ მთელი ბავშვობა ყოველ კვირას ეკლესიაში დრამზე უკრავდი. და მგონია, რომ რელიგია ძალიან მეხმარება, 100%-ით. იცი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყველაფერში ღმერთს ვხდავ. მაგალითად ვლოცულობ ყოველი გამგზავრების წინ, ვლოცულობ ფანებთან ყოველი შეხვედრის წინ, ხვდები, ღმერთს ვთხოვ, რომ ძალა მომცეს. კერძე, ფილიპელთა 4:13-იც კი დავიხადე. ყველაფერი შემიძლია ჩემი ქრისტეს მეშვეობით, გესმის? ამის მართლმწამს მე მჯერა, რომ ღმერთი მაძლევს ძალას მოიგო ყოველი ბრძოლა და უბრალოდ ვიყო კეთილი ადამიანი და მოსიყვარულე ხალხის მიმართ. მე მართლა ვგრძნობ, რომ ჩემი ეს რელიგიური ნაწილი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. ამიტომ რელიგიის მადლიერი ვარ, როგორც რინგზე, ასევე ცხოვრებაში. მგონია, რომ ის მეხმარება ნორმალურ ადამიანად დავრჩე. Oh, friend, why are you so shy? It ain't like you hold back. I wish nothing but the best for you. შენ თქვი, რომ ღმერთისგან ხარ დალოცვილი. რატომ მაინც შენ? ათასობით მებრძოლია. არ მგონია ყველაზე დისციპლინირებული, ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ან ყველაზე ჭკვიანი იყო. უამრავი მებრძოლია, მილიონობით ადამიანი ვარჯიშობს მთელ მსოფლიოში, მაგრამ მხოლოდ ერთი გახდა საუკეთესო მთელს ისტორიაში, უხეშად რომ ვთქვათ, კაცობრიობის ისტორიაში. აი, რამდენი სახეობის საბრძოლო ხელოვნება არსებობს? რას ფიქრობ, რატომ მაინც შენ? ამდენი ხალხია, ყველას თავისი უპირატესობა აქვს. დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები, რომლებიც შენზე 10-ჯერ მეც ვარჯიშობენ, მაგრამ ღმერთმა ეს შენ მოგცა. როგორ ფიქრობ, რატომ? აი მეკითხები რატომ? მართლა არ ვიცი. და ეს საერთოდ არ არის ის, რაც მე დავემსახურე. მგონია, რომ ღმერთი თავად ირჩევს ადამიანებს ყველაფერში. კი, მაგრამ ეს დაუჯერებელი ბედისწერა, 8 მილიარდი ადამიანია და მხოლოდ ერთს გამოსდის ეს. რა არის ამისი მიზეზი? არავითარი მიზეზი არ არსებობს. საერთოდ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ის მდგომარეობა დამემსახურებინა, რომელშიც ახლა ვარ. ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიზრდებოდი და პლანეტაზე ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად ჩამთვლიდნენ. გუშინ არენიდან გამოვედი და ხალხი მანქანას მოსდევდა, ხვდები? საერთოდ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდებოდა. არ ვიცი, რატომ ამირჩია ღმერთმა მაინც მე, თუმცა მან ეს გააკეთა და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კეთილი ყველას მიმართ, გამგებიანი და მთელი ძალით ვცდილობ არ გავხდე ქედმაღალი და ამპარტავანი. რადგან მგონია, რომ ღმერთი გვაძლევს ცხოვრებაში ამ მშვენიერ რაღაცეებს, მაგრამ მასვე შეუძლია ამ ყველაფრის ძალიან სწრაფად წარქმევა. ასე რომ მე ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. მადლობელი ვარ ნიჭისთვის, კურთხევისთვის და ამ ყველაფრისთვის. ვცდილობ ეს არასდროს მივიხო ისე, თითქოს ასე უნდა ყოფილიყო. ბევრი მებრძოლი ყვება თავის მძიმე ბავშვობაზე, რის გამოც ჩემპიონები გახდნენ. აი თუნდაც ოლივეირა, ფაველები, რთული პირობები, ან დიასი, განგსტერების საქმეების გარჩევები. მოკლედ ყველას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და შენი ბავშვობა როგორი იყო? იმიტომ მაინტერესებს, რომ ჩემპიონები სადღაცაც მათ ასეთ გარემოში იბადებიან.
გეთანხმები, მგონია რომ ჩხუბი ტრადიციულად ღარიბების სპორტია. მებრძოლი რომ გახდე, ბევრი არაფერი გჭირდება. იშოვი ხელთათმანებს იპოვი რამეს, რასაც ხელს და ფეხს დაარტყავ. მე ძალიან რთულ პირობებში გავიზარდე. ჩემი მშობლები ძალიან მოსიყვარული ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჩვენ თითქმის არაფერი გაგვაჩნდა. ზუსტად ვიცოდი, როგორი ცხოვრება არ მინდოდა და იცი, ვიცოდი რომ ჩემი რეალობის შეცვლა მინდოდა. ერთი ასეთი ფრაზა მაქვს მოსმენილი, როგორ დაიბადე, შენი ბრალი არ არის, მაგრამ როგორ მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია. უბრალოდ მინდოდა ჩემი შტო შემეცვალა საგვარეულო ხეზე და ის დიადი გამეხადა. და კი, მართლა ძალიან ბევრს ლოცულობდი, ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, ვინარჩუნებდი მოტივაციასა და დისციპლინას. ჩემი ოცნებები სულ თვალწინ მედგა და არასდროს მithქვამს უარი არც ერთ ჩემს ოცნებაზე. და ახლა აქ ვარ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მძიმე ბავშვობა ქონდა. საშინელი იყო, კი, მართლა საშინელი. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კარგი მშობლები მყავდა, მაგრამ გარემო იყო აუტანელი. გეტოში გავიზარდე, ხვდები, ირგვლივ სულ ნარკოტიკები და უამრავი საშიში ხალხი ტრიალებდა. იცი, მამა ჩემის ერთ-ერთი ძმა მაშინ გარდაიცვალა, როცა ჯერ კიდე პატარა ბიჭი ვიყავი. ფაქტობრივად წამებით მოკლეს, გესმის? ისეთ სასტიკ რაღაცებს უყურებდი, რომ ბავშვობიდანვე მივეჩვი ამ ყველაფერს. მაგრამ ამავდროულად გამიმართლა კიდეც. მამა ჩემს მისცეს შანსი მოძღვარი გამხდარიყო. სულ პატარა რომ ვიყავი, გეტოში ვცხოვრობდი. მერე კი მამამ სასულიერო პირი სამუშაო მიიღო. ჩვენ გარეუბანში გადავედით, სადაც უკვე იტალიელების გარემოცვაში ვიზრდებოდი. გონია რომ ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემმა ცხოვრებამ რეალურად უკეთესობისკენ შეცვლა. მაშინ მყავდა მასწავლებლები, რომლებსაც მართლა ადარდებდათ ჩემი ამბავი და უნდოდათ რომ კოლეჯში ჩამებარებინა და მესწავლა. ჯონ, ერთხელ კითხეს, კარგი ადამიანი ხარ, რომელსაც უნდა რომ ცუდი გამოჩნდეს, თუ ცუდი ადამიანი, რომელსაც კარგად გამოჩენა უნდაო? შენ მეორე პასუხი აირჩიე. მაგრამ ეხლა რაც უფრო ახლოს გაგიცანი, პირიქით მგონია რომ რეალურად კარგი ადამიანი ხარ და არ მესმის, რატომ ცდილობდი ცუდი ტიპი გამოჩენილიყავი. დღეს ხალხი ხედავს, რომ სულ სხვა ადამიანი ხარ, აღარ ხარ ის აგრესიული ჯონი. როცა ფანები მორბიან, ყველასთან იღებ ფოტოებს, აკეთებ ყველაფერს, რასაც გთხოვენ და უარს ვერავის ეუბნები. ეს ბრძოლების მერე შეიცვალე, ასე თუ უბრალოდ UFC-ში აკეთებდი ასეთ პიარს? ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ორივე მხარეს ვატარებთ ჩვენში. თითოეულ ჩვენთაგანში არის ცოტა სიბნელე და სინათლეც. მგონია რომ ბევრი რამ უბრალოდ გარემოებებზეა დამოკიდებული, გესმის? რაღაც წლებში შენს ყველაზე ცუდ მხარეებს აჩვენებ. სხვა დროს კი ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მგონია რაც უფრო მემატება ასაკი და ვიზრდები, ჩემი სინათლე მით უფრო კაშკაშა ხდება. ასე რომ კი რეალურად ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის იმაზე უკეთესი ვერსია ხვდები, ვიდრე ადრე ვიყავი. ეხლა ვსწავლობ და ნამდვილად კაცად ვყალიბდები. კი, ეს ეგრეა და მგონია ზუსტად ამას ხედავს ხალხიც. 20 წელს რომ გადავწდი, ხო ხვდები, შემეძლო დამელია და ისე დამჯდარიყავი საჭესთან. ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რითიც ნამდვილად არ ვამაყობ, გესმის? ვფიქრობ, ჩვენ ყველამ გავიარეთ სწავლის ეს პროცესი და მგონია რომ ადამიანების უმეტესობა ასაკთან ერთად უბრალოდ უკეთესი ხდება. სულ მაინტერესებდა, ზოგიერთი სატიტულო ბრძოლის წინ არ ვარჯიშობდი, ისვენებდი, დიდ ყურადღებასაც არ აქცევდი, მაგრამ მაინც გადიოდი და იგებდი, მაგალითად როგორც გუსტავსონთან. ანუ ძალიან დიდი სხვაობა იყო შენსა და სხვა მებრძოლებს შორის. ალექსანდრ გუსტავსონი ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო 100%-ით. მაშინ საკუთარი თავის რწმენა უბრალოდ პიკში მქონდა. კარიერაში ისეთ მომენტამდე მივედი, როცა ვგრძნობდი, რომ რჩეული ვიყავი, რომ ღმერთმა ამირჩია. მართლა მჯეროდა, რომ ბედისწერით უბრალოდ არ მეწერა ვინმესთან წაგება. ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. მერე დავიწყე ამ რწმენის ბოროტად გამოყენება. დავიწყე საქმისთვის ზერელეთ მიდგომა და გართობა. ვარჯიშითაც ისე კარგად არ ვარჯიშობდი, სვავდი, ვერთობოდი, ხვდები. დავიწყე ბრძოლების ნაკლებად გარჩევა და ჩანაწერების ნაკლებად ყურება, მაგრამ მაინც ვიგებდი. კი, მაინც ვიგებდი. მებრძოლების უმეტესობასთან ეს ნამდვილად არ მუშაობს. უმეტესობას არ შეუძლია სვას ეწეოდეს, მთელი ღამე წანწალებდეს, არ ეძინოს და მაინც წარმატებული იყოს. მაგრამ რატომღაც მე გამომდიოდა. თუმცა ამას არავის ურჩევ. ვერ გამიგია, ეგ საერთოდ როგორ არის შესაძლებელი? როგორ შეიძლება ასეთ დონეზე მსოფლიოს ნომერ მეორე მებრძოლთან სატიტულო ბრძოლა ჩაატარო და განსაკუთრებული ვარჯიშის გარეშე მოიგო? ეს წარმოუდგენ ლაჟღერს. მართლა წარმოუდგენ ლაჟღერს. არ მინდა ხალხმა იფიქროს, თითქოს მთელი კარიერა მხოლოდ ვერთობოდი. მართლა ბევრს ვერთობოდი, ბევრად მეც ვიდრე პროფესიონალი სპორტსმენი უნდა ერთობოდეს. მაგრამ ამავდროულად, როცა სამუშაოდ მივდიოდი, მაქსიმალურად სერიოზული ვიყავი. ძალიან სერიოზული მოსწავლე ვიყავი, ხვდები? საათობით უყურებდი ბრძოლების ჩანაწერებს და მართლა მაგრად წურავდი საკუთარ თავს. ყოფილა დღეები, როცა ნაბახუსებზე ყოფილვარ, მაგრამ მაინც ბოლომდე მაქსიმუმზე ვიხარჯებოდი. ჩემს პრაიმში მიყვარდა მაგრად მუშაობაც და მაგრად გულაობაც. და კი, ეს გამომდიოდა. რას აირჩევდი, მძიმე შრომას თუ ნიჭს და რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
ორივე კომპონენტი მქონდა. მგონია როცა საქმე ჯგუფს ეხება, რაღაცა ნიჭი მაქვს. ყველაფერში ნიჭიერი ათლეტი მართლა არ ვარ. ანუ არც ამერიკული ფეხბურთის თამაში ვიცი, არც კალათბურთი მეხერხება და არც ფეხბურთი. მაგრამ რაც შეეხება საბრძოლო ხელოვნებას, რაღაცნაირად უბრალოდ აუღე ალღო მარტივად გრძნობამ სპორტს და ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ნიჭიერი კაცი ვარ, რომელიც ამავდროულად ძალიან მაგრად შრომობს. მგონია ჩვენს დროში ზუსტად ეგ არის საჭირო. ნიჭი უნდა გქონდეს, მაგრამ ზურგს მძიმე შრომითაც უნდა ამაგრებდე. ორივეა საჭირო. მე უყურე შენს ინტერვიუს და დარწმუნებული ვარ, ახლა ყველა მაყურებლისთვის ეს საინტერესო იქნება. შენ საუბრობდი გონების ძალაზე, რომ ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. რას გულისხმობდი? როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ გონების ძალასთან? შესაძლოა ეს არის შენი წარმატების საფუძველი. მე გონებით მუშაობის დიდი ფანი ვარ, ხვდები? დიდად წიგნების კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ვცდილობ მოტივაცია ყველგან ვიპოვო, სადაც კი შესაძლებელია. უბრალოდ უნდა გაიაზრო, რომ საკუთარი თავის რწმენა ისეთი რამე არის, ის სწავლაც შეიძლება. თავდაჯერებულობის სწავლა შეიძლება, ლიდერობის, ქარიზმის, ამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ეს ყველაფერი შეძენადია, ხვდები? და მქონდა ასეთი პერიოდი, სადღაც 19 წლის ასაკში, როცა უბრალოდ მინდოდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდარიყავი. შევდიოდი ინტერნეტში და უყურებდი TED Talks იმაზე თუ როგორ უნდა გახდე ლიდერი, როგორ შეინარჩუნო მოტივაცია, როგორ იყო დისციპლინირებული და დავიწყე ვიზუალიზაცია. კი, დავიწყე იმის სწავლა თუ როგორ გამომესახა გონებაში ეს ყველაფერი. წარმოვიდგენდი ჩემს თავს მდიდრად, ჩემპიონად, წარმოვიდგენდი როგორ ვიმარჯვებ, გესმის? ხო და კი, უნდა ხედავდე შენს თავს იქ, სადაც გინდა რომ იყო. უნდა დაიჯერო, რომ შეგიძლია მოხდე იქ, სადაც ცხოვრებაში გსურს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს რეალურად დაიწყება. სიმართლე გითხრა, არასდროს მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი ასე შორს წავიდოდა. საერთოდ ვერ ხვდებოდი თუ შეიძლებოდა ეს ასე შორს წასულიყო. ჩემმა ცხოვრებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭერბა, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო. და ახლა უბრალოდ მივყვები ამ ყველაფერს და ვფიქრობ, კიდევ რამდენად შორს შეიძლება შევტოფო. აი რას ვაკეთებ? მე ძირითადად ლოცულობ. ყოველთვის თხოვ ღმერთს, მომცეს ძალა, სიბრძნე, მომცეს სწორი სიტყვები, რომლებიც უნდა ვთქვა, მომცეს სიკეთე, მომცეს თავმდაბლობა, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრის გასავლელად. ასე რომ იმის მაგივრად რომ უბრალოდ საკუთარ თავს ველაპარაკო, ღმერთს ვრთავ ასეთ პატარა საუბრებში. ესეთი საუბრები ღმერთთან მთელი დღის განმავლობაში მაქვს. კი, ასე რომ ვფიქრობ, ახლა ძირითადად სწორედ ასე ვიქცევი. თუმცა მაინც ზოგჯერ უყურებ საკუთარ თავს სარკეში და ვახსენებ, იცი ჯონ, შენ ამას შეძლებ ძმაო. შენთვის თითქმის არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ხვდები? ნებისმიერ სიტუაციაში ჩამაგდე, მაინც გავხაჩავ, ასე რომ ასაკის მატებასთან ერთად უბრალოდ სულ უფრო მეტად ვსწავლობ საკუთარი თავის რწმენას. იყო ეპიზოდი, როცა სუიციდის ჩადენა გინდოდა. შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ? რამდენად მძიმე იყო ეს? რატომ მოხდა და როგორ გამოძვერი ამ სიტუაციიდან? ძმაო, ცხოვრებაში მქონდა ისეთი პერიოდი, როცა საერთოდ ყველაფერი საშინლად იყო. UFC-დან გამომაგდეს, დედა გარდამეცვალა, სტეროიდების მოხმარებაში დამდეს ბრალი და მე კიდევ ჩემი ორი ძაღლი მოკვდა. და ეს ყველაფერი დაახლოებით რამოდენიმე თვეში მოხდა. ძმაო, უბრალოდ ფსკერზე დავეშვი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლე აღარ მინდოდა. დედა ჩემი იყო ის ადამიანი, ვისაც ყოველთვის ყველაფერს ვეუბნეოდი, ვისთანაც აბსოლუტურად ყველაფერზე ვლაპარაკობდი. ის სულ მეუბნეოდა, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ამას გადალახავ. და როცა ის გარდაიცვალა, მე მართლა რაღაც მომენტში ვიგრძენ თითქოს ამ პლანეტაზე სრულიად მარტო დავრჩი, იმ ხარდაჭერის გარეშე, რომელიც ასე მჭირდებოდა. მამა ჩემი ყოველთვის საუკეთესო იყო, ჩემი ძმები სულ მხარში მედგნენ, მაგრამ სწორედ დედა პოულობდა დროს იმისთვის, რომ ჩემთვის წმინდა ადამიანურად ემოციურ დონეზე მოესმინა. მის გარეშე კი უბრალოდ ცხოვრებით დავიღალე. იყო ერთი დღე, როცა ვტიროდი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ჩემს გვერდით დატენილი იარაღი იდო, უბრალოდ იქიდო, მე კიდევ ვიჯექი და ვტიროდი. სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ აქ ყოფნა არ მინდოდა. იყო რაღაცა ხმა, რომელიც მეუბნეოდა, შენ ამაზე უკეთესი ხარ. იყო ეს ტკივილი, ეს მწუხარება, რასაც გრძნობდი. უბრალოდ ვიჯექი, გარკვეული დრო, ტიროდი. და ამ დროს მეგობარმა დამირეკა. ეს იყო ვიდეო ზარი მეგობრისგან, რომელთანაც დიდი ხანი არ მისაუბრია. ეგრევე მკითხა, რა მოხდაო და ტელეფონში ჩემთან ერთად დაიწყო ტირილი. ორივე ვტიროდით და უკვე ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ ჩაიარა მაგ საუბარმა, მაგრამ რამოდენიმე საათის მერე უბრალოდ გავიღვიძე და უკვე კარგად ვიყავი. მაგრამ იმ მომენტში ცხოვრებაში ასე ცუდად არასდროს ყოფილ ვარ. თუმცა მართლა ვფიქრობ, რომ ღმერთმა გამომიგზავნა ეს მეგობარი, რომელთანაც წლები არ მისაუბრია. მან უბრალოდ FaceTime-ში დარეკა და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. და ერთადერთი მომენტში, რაც მჭირდებოდა, ეს იყო, რომ გვერდით ყოლოდა ვინმე, ვისთანაც უბრალოდ ვიტირებდი, ან დავეყნობოდი. მადლიერი ვარ ეს ყველაფერი რომ გავიარე, რადგან სადღაცაც შიგნით ვიცოდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა. ქრისტიანულ სარწმუნოებაში მივიჩნევთ, რომ ეს ძალიან ცუდი რამ არის. ასე რომ მიხარია ეს რომ არ მოხდა. ამან თანაგრძნობის უნარი
არის შემძინა. და მაფიქრა იმაზე, რომ საერთოდ არასდროს იცი, რის გავლა უწევს ადამიანს, ხვდები? სწორედ ამიტომ ვცდილობ ხალხს დრო დაუთმო, თვალებში შევხედო და ვკითხო, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? კარგად ხარ? გესმის? ვცდილობ მოусმინო ადამიანებს და გავუგო. ვცდილობ არ გავხდე ვინმესთვის ისეთი დონის ტკივილის მიზეზი, იმიტომ რომ უბრალოდ არასდროს იცი, რას გადის ადამიანი. ასე რომ მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის, რადგან ის უბრალოდ მაახლოებს სხვებთან, როცა საქმე ტკივილს, დეპრესიას, მენტალურ ჯანმრთელობას და ზოგადად ადამიანების არ დაკარგვას ეხება. არც კი მახსოვს ეს ყველაფერი რამდენხანს გრძელდებოდა, მგონი ჩემს ტვინს უბრალოდ არ უნდა რომ იქ დავბრუნდე. უბრალოდ მიხარია რომ ეს ყველაფერი გადავიტანე და გავიარე და ალბათ ჩემი მესიჯი სხვა ადამიანებს ესეთი იქნება. სიცოცხლე ნამდვილად ღირს იმათ რომ მიცხოვრო. ის ყოველთვის ღირს ამათ და ჩვენ ვალდებულები ვართ საკუთარი თავის წინაშე ვიპოვოთ ის სინათლე გვირაბის ბოლოს და არაფერი ამ პლანეტაზე, არანაირი ავადმყოფობა, არანაირი დანაკარგი არ ღირს ჯოჯოხეთად. 2011 წელს მაურისიოსთან ბრძოლის წინ ძარცველი დააკავე. მოგვიყევი როგორ მოხდა ეს? ხო, მაგარი დღე იყო. ეგ ჩემი პირველი სატიტულო ბრძოლა იყო UFC-ში. იმ დროს ასეთი რამ ჩვეოდა. ბრძოლის წინ მედიტირება მიყვარდა. ჩვეულებრივ რამე პარკს პოულობდით ხოლმე, სადაც წასვლა შეიძლებოდა და ყოველთვის მჭირდებოდა წყალი. მინდოდა წყლის ხმასთან ახლოს ყოფილიყავი, რადგან მეგონა რომ ეს ერთადერთი ყველაზე დამამშვიდებელი რამ იყო ჩემთვის. ხო და ნიუ-ჯერსიში ეს ლამაზი ჩანჩქერი ვიპოვეთ. როგორც კი პარკში მივედით, ხედავთ ხანდაზმული წყვილი. მგონი იქ ხანდაზმული ხალი იყო, მანქანასთან იდგა და ტიროდა. თან ხმა მაღლა. და შიგნით ეგრევე რაღაცამ დამარტყა. გავიფიქრე, რაღაცა რიგზე ვერ აქვს მეთქი. განმოდივარ მანქანიდან, მივდივარ მასთან და ვეკითხები, ყველაფერი რიგზეა? ის კიდევ მეუბნება. არა, ვიღაცა კაცი ახლახანს ჩემს მანქანაში შემოძრაო, ჩვენი GPS-ი მოიპარა და იქეთ გაიქცაო. საერთოდ არც მიფიქრია, უბრალოდ მოვწყდი და გავიქეცი. არავინ დამინახავს, უბრალოდ იმ მხარეს გავიქეცი, საითაც ის წავიდა. სირბილის დროს ვხედავ ტიპს. თითქოს ხელში რაღაცა უჭირავს და მირბის. მეც მივდევ და ვეწევი. და როცა უკვე თითქმის გაუთანაბრდი, უბრალოდ უკნან ფეხი ჩავახალე. ის სახით მიწაზე ეცემა და ამ ელექტრონიკას ძირს აგდებს. ეგრევე ზურგზე შევახტი და მერე ჩემი მწვრთნელი გრეგ ჯექსონის მოვიდა. ხო და ორივე მეკტიპი შევბოჭეთ. საბოლოოდ ქალს თავისი ნივთებით დაუბრუნეთ, უზომოდ მადლიერი იყო და 2 საათში უკვე UFC-ის ტურნირზე ვიყავით და ძალიან მარტივად ავიღეთ ჩემი პირველი საჩემპიონო ტიტული. იმ დღეს თავის სუპერმენი მეგონა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ იმის გამო რომ იმ ქალს და მის ქმარს დავეხმარენ, ძალიან კარგი კარმა დამიბრუნდა. ეგ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დღე იყო. შევძელი მართლა რაღაცა კარგი გამეკეთებინა, ჩემი ძალა და სისწრაფე ჩვეულებრივი ადამიანების სასიკეთოდ გამოვიყენე და მე კიდევ როგორც სპორტსმენი დიდ წარმატებას მივაღწია. უბრალოდ მშვენიერი დღე იყო. ერთი საინტერესო კითხვა მქონდა დენიელ კორმიეზე. შოუზე არც ერთხელ არ მისალმები ხართ ერთმანეთს, ხელიც კი არ ჩამოგირთმევიათ, არც ერთხელ. უკვე 6-7 წელი გავიდა და დღემდე არ ეკონტაქტებით ერთმანეთს. დენიელს ვკითხე, შესაძლებელია რომ რეალიტი შოუს მერე ნორმალურად დაიწყოთ ურთიერთობა მეთქი. და მან მიპასუხა, ზოგიერთ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვსო. რატომ მოხდა ისე რომ რეალიტი შოუზეც ვერ გამონახეთ საერთო ენა? რატომ არ ართმევდით ერთმანეთს ხელს? არ მახსოვს, იყო თუ არა ესეთი მომენტი, როცა იქ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით თუ არ ჩამოვართვით. მე მას ხელს ჩამოვართმევდი, ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო. შოუს მსვლელობის დროს ბევრჯერ ვცადე მასთან რაღაცნაირი ნორმალური, პოზიტიური ურთიერთობის აწყობა. ერთხელ ვისხედით ერთად და მე უთხარი. რა მაგარია რა, ასე უბრალოდ უპრობლემოდი ჯდომა, ხვდები? უბრალოდ მომენტით ტკბობა. და მან მიპასუხა, კი, მაგარიაო. მაგრამ მე მითხრა, ჯონ, შენი მტრობით ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფული ვიშოვეო და დაამატა. შენთან არანაირი პრობლემაც რომ არ მქონდეს, როცა კამერები ირთვება, ხალხის თვალწინ შენი მეგობარი ვერასდროს ვიქნებიო. იმიტომ რომ ხალხს სიამოვნებს იმის ფიქრი, რომ ერთმანეთი გძულს და ეს ჩემთვის ძალიან მომგებიანიაო. მინდა რომ სულ ასე გრძელდებოდესო. მე უთხარი, ოკეი, კარგი, გავიგე მეთქი. მაგრამ იმის გამო რომ ეს გულსფელად მითხრა, პატივცემ, მისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ ბიზნესია და ალბათ სადღაც შიგნით მეორე მიზეზიც არის. მისი საყვარელი ბიჭი ვერასდროს ვერ ვიქნები. ვერასდროს ვიქნები მისი ფავორიტი, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ დავამარცხე, როცა პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად ითვლებოდა, ხვდები? მე ვარ ის ადამიანი, ვინც მას და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლის სტატუსის შორის ჩადგა. ნუ მე და ალბათ კიდე სტიპე მიოჩიჩი. ასე რომ არ მგონია ოდესმე შეუყვარდე და ეს მე სავსებითად მაკმაყოფილებს, ისედაც ბევრი მაგარი მეგობარი მყავს. მგონი ერთხელ თქვი თავიდან გინდოდა მასთან დამეგობრება, მაგრამ კორმიამ მაინც სულად დაიწყო შენთან მოქცევა. ხო და შენც დაიკიდე. არა, ეგეთი რამე არ მახსოვს, მაგრამ როცა გამარჯვებული ხარ, ნუ ზოგადად ხვდები, ჩემთვის ეს ყველაფერი სამსახურია. ეს არის სამუშაო და ჩვენ ერთმანეთზე 1000 რაღაცეებს ვამბობთ, ცოლებზე, დედებზე, შვილებზე. ეგ არ არის კარგი, მაგრამ როცა ბრძოლა უკვე შედგა, ღამით ძილი უკვე მარტივია, ხვდები, რასაც ვამბობ.
მახსოვს რეალიტი შოუზე გამოიწვია დენიელ კორმიეს საჩხუბრად. უთხარი, მოდი აქ როგორც ყველა ბიჭი ჩხუბობს, ისე ვიჩხუბოთ 1 წუთი. შენ წამოდექი, დისი კი გაჩერდა. მართლა მზად იყავი მასთან 1 წუთი გეჩხუბა? კი, მზად ვიყავი მასთან მეჩხუბა, მაგრამ როცა 1 წუთიან ბრძოლაში ვიწვევდი, ეს იმისთვის იყო, რომ ყველასთვის მეჩვენებინა. ის ამაზე არ წამოვა. ჩხუბი არ მინდოდა, მაგრამ შემეძლო, კი. და რომ წამომდგარიყო? მისი ბრძოლაში გამოწვევა ჩემი ბლეფი იყო და ეს ბლეფი გამომივიდა, იმიტომ რომ მან უარი თქვა ხო ასეა. მას შეეძლო ამ ბლეფზე გამოვეჭირე, უბრალოდ წამომდგარიყო და რეალურად ეჩხუბა. მაგრამ ამის ნაცვლად მან თქვა არა. მაშინ გავიფიქრე, გადავრჩი, ჩხუბი არ იქნება მეთქი, კარგი, იჯექი წყნარად. და რას ფიქრობ დისისთან შენს შესაძლო შეხვედრას ჭიდაობაში? ფიქრობ დავამარცხებდი საჭიდაო მატჩში. მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ მგონი რომ ჭიდაობაში მოუგებდი. გამიგია რომ წელის პრობლემები აქვს, ასე რომ ჩემი სტრატეგია უბრალოდ მისი დაღლა იქნებოდა, ხვდები? ფეხებში კი არ შევიდოდი ეგრევე. არამედ უბრალოდ ხელებით ვიმუშავებდი და ვნახავდი, შევძლებდი თუ არა მისი წელის ბოლომდე განადგურებას. შენ სწავლას თავიდანებე და მომავალი ოჯახის გამო კლუბის დაცვაში დაიწყე მუშაობა. როგორ შეაფასებდი, რას დაარქმევდი ამ პერიოდს? მეორე კურსის პირველი სემესტრის მერე კოლეჯიდან წამოვედი. შვილს ველოდებოდი და გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ოკეი, ეგოისტურად მოვიქცე და კოლეჯი დავამთავრო, თუ უკვე კაცად ვიქცე, წავიდე და ფული ვიშოვო. გადავწყვიტე კოლეჯიდან წამოსულიყავი და დავიწყე კლუბის დაცვაში მუშაობა. ის პერიოდი ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ზუსტად მაგ პერიოდში ჩემი ცხოვრება ერთმა ბიჭმა შეცვალა. მახსოვს, ერთ ღამეს ბარიდან სახლში დავბრუნდი, შევედი MySpace-ზე, შევამოწმე მესიჯები და იქ იყო მონაწერი ბიჭისგან, რომელიც საერთოდ არასდროს მენახა. და ის მწერდა, გავიგე რომ სახლში დაბრუნდიო, კოლეჯში აღარ ხარო და ბარში მუშაობო. მინახია შენი ჭიდაობა სკოლაშიო, ვფიქრობ ბარში მუშაობით შენს ნიჭს კარგავ. მინდა შანსი მოგცეო, რომ MMA-ის მებრძოლი გახდეო. ჩემს ბიძაშვილს MMA-ის გუნდი ხავსო. აქედან შორს არ არის და მგონი რომ იდეალურად ჩაეწერებიო. მეც ვცადე, შევედი მისი ბიძაშვილის ლინკზე, ვნახე როგორ ჩხუბობენ და ჩემთვის გავიფიქრე, მეც შემიძლია ასე. მე მართლა შემიძლია. იმ დროს ჩემი ორივე ძმა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობდა. მათზე სულ წერდნენ გაზეთებში, იმიტომ რომ როგორც სპორტსმენები ისინი ძალიან მაგრად ასპარეზობდნენ. მე კი ვიღაცა კოლეჯიდან წამოსული ტიპი ვიყავი, რომელიც ბარში მუშაობდა. ჩემი ძმები კოლეჯის ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ და გავიფიქრე, თუ სასწრაფოდ რამენაერად არ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში რამე, მე უბრალოდ დამივიწყებენ, ჩემი ძმები კი გმირები იქნებიან. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება. იმ ბიჭის მონაწერი მგონი შაბათ ღამეს მივიღე და უკვე 4 შაბათს რამოდენიმე დღეში ყოველ დღე 1 საათს ვხარჯავდი მგზავრობაში რომ მევარჯიშა. სადღასაც 19 წლის ვიყავი, ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთმა ბიჭმა სოციალებიდან, რომელსაც საერთოდ არ შევხვედრილა, მომცა იდეა, რომელიც ჩემი ცხოვრება თავდაყირად დააყენა და მიხარია რომ წავედი. გავყევი ამ ბიჭის იდეას, იმიტომ რომ ამან სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ქუჩაში თუ გიჩხუბია, როგორია შენი რეკორდი? ძმაო, ქუჩაში დიდად არ ჩხუბობდი, თუმცა ერთ ქუჩის ჩხუბს გავიხსენებდი. მაშინ ალბათ სადღასაც 9-10 წლის ვიქნებოდი და მაშინ მაგრად მომხდა, თან ძალიან მაგრად. ერთმა ტიპმა რაღაცა მითხრა დაახლოებით ასე, დედა შენი ისაო, დედა შენი ესაო, მეც უპასუხე, ხო, დედა შენიც. მერე უთხარი, აბა მოდი აქ და ეს ყველაფერი პირისპირ მითხარით ხო. სამნი ვიყავით, მე და ჩემი ორი ძმა. ის ბიჭი გზაზე გადმოვიდა, როგორც უკვე თქვი, მე და ჩემი ძმები ეკლესიური ბიჭები ვიყავით. კვირაში 3-4 ჯერ დავდიოდით ეკლესიაში, ბიბლიის სწავლა, სიმღერა, საკვირაო სკოლა, საღამოს მსახურება, მოკლედ წესიერი წყნარი ბიჭები ვიყავით. ეს ტიპი კი მოდის და გვეკაჩავება ესეთ პატიოსან ბიჭებს, მეც ვეუბნები. მოდი და სახეში მითხარი მეთქი ეს ყველაფერი. მოკლედ ეს ტიპი ნამდვილი პატარა განგსტერი იყო, საშიში განგსტერი. მომიახლოვდა თუ არა, ეგრევე ფეხებში შემოვარდა, რემპეიჯ ჯექსონივით ამწია და ბუმ! პირდაპირ ბეტონზე ჩამარჭო თავით. ვეღარაფერს ვხედავდი, მარტო ის მახსოვს თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. წევარ ძირს, ის კი მირტყავს და მირტყავს, თან სულ თავში ბუმ, ფაქტობრივად გამანადგურა, მაგრად მიმბეგვა. ჩემი ძმები უბრალოდ იდგნენ და მიყურებდნენ, საერთოდ არ დამეხმარნენ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უწევ ქუჩის მეორე მხრიდან დედა ჩემი გამორბის და ყვირის, არა, ნუ ჩხუბობთ, მოდი აქ პატარაო, მოდი ჩემთან. და ეხუტება იმ ბავშვს, რომელმაც ახლახანს მცემა, ჩაიხუტა და ეფერება. მე აცრემლებული ვდგები და სახლში მივდივართ. როგორც კი კარი დაიკეტა, დედა ჩემმა ეგრევე ქამარი ამოიღო და ჩემი ძმები მაგრად მიბეგვა. მართლა მაგრად, თან დიდხანს სცემდა. მერე გვითხრა, თუ ერთი თქვენგანი ჩხუბობს, ესე იგი სამივე ერთად უნდა ჩაერიოთო. სხვა ვარიანტი არ გაქვთო. და რა არის იცი მაგარი? დღემდე ეგრე ვართ. მაგალითად, ჩემი უმცროსი ძმა 35 წლის არის. ახლა აქ რომ ყოფილიყო და ტუალეტში წასვლა დომებოდა, ავდგებოდი და ტუალეტამდე მივაცილებდი. ჩვენ ძალიან მაგრად უდგავართ ერთმანეთს მხარში და იცი, ის გაკვეთილი, რაც მაშინ მივიღეთ. მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღემდე ისე ვართ ერთად, როგორც ერთი ხროვა.
ეგ იყო შენი ერთადერთი მარცხი ქუჩაში. კი, მგონია ყველაზე სასტიკი და ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო. იმ ბიჭს ლეონარდო ერქვა. დღემდე მახსოვს მაგისი სახელი, პატარა ტიპი იყო, მაგარინა ბიჭვარი. რევანშზე რა სიტყვი? სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით მოუწყობდი რევანშს. ოდესმე შენი სახელითა და პოპულარობით თუ გისარგებლია, რამე საქმე რომ ჩაგეწყო, ამ პრობლემა მოგიგვარებინა. არა, პოპულარობა საერთოდ არ მეხმარება. როცა შარში ვარ, სახელი არ მეხმარება, განსაკუთრებულად როცა საქმე კანონს ეხება, ხვდები? ყოველ ჯერზე, როცა შარში ხვდებოდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ძალოვნებს პირიქით, უნდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ აი შენთვის არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, გესმის? ასე რომ ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას მივქარავდი, ძალიან კონკრეტულად და მაგრად მსჯიდნენ. მაგრამ მე ყოველთვის კაცურად ვიღებ ამ ყველაფერს. არ წუწუნებ. ვაკეთებ ზუსტად იმას, რაც უნდა გავაკეთო. პატიმრობაა საჭირო, დავჯდები. ჯარიმის გადახდაა საჭირო, გადავიხდი. რაც არ უნდა იყოს, პრობლემას ვაგვარებ. ჩემს საქციელზე პასუხისგებლობას ყოველთვის ვიღებ. ალბათ ცნობადობის ერთადერთი პლუსი ის არის, რომ ყოველთვის ყავს ხალხი, ვისთანაც შეგიძლია მიხვიდე და ილაპარაკო თუ ამის ჭკუა ყოფნის, რომ დახმარება ითხოვო. ჩემს არც ერთ მეგობარს არ უნდა ჩემი განადგურებული სახის ნახვა. არც ერთს არ უნდა ვგრძნობდე, რომ გვერდში არავინ არ მყავს. ასე რომ ალბათ ამაშია ცნობადობის პლუსებიც და ალბათ მინუსებიც. რაც შეეხება სკანდალებს, მქონდა ისეთი მომენტები, მაგრად რომ მიმიქარავს და ქუჩაში გასვლაც კი აღარ მინდოდა. მაგრამ მე გახვალ გარეთ და ხალხი გეუბნება: "იცი ჯონ, ბიძა ჩემს მაგონებ." ან "იცი, ჩემი ძმაც ეგრე შრებოდა, ამ ბიძაშვილი." მგონია რომ ბევრი ჩემში თავის თავს ხედავს, იმიტომ რომ მე არ ვარ ვიღაცა იდეალურად სუფთა სელებრიტი. უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და რეპუტაციაც მაგრად მაქვს დასრული. მაგრამ ძალიან ბედნიერი და კეთილი ადამიანი ვარ. ხალხს ვანახებ რომ თუ ახლა ფსკერზე ხარ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრდა. ან თუ შარში გაეხვია, ეგ არ ნიშნავს რომ ცუდი ტიპი ხარ. შეიძლება ცუდ რაღაცებს აკეთებდე, მაგრამ რეალურად მჯერა რომ ბუნებით ადამიანები მაინც უფრო კარგები არიან ვიდრე ცუდები. უბრალოდ ზოგიერთი ჩვენგანი სხვებზე ხშირად მიქარავს ხოლმე. საქმის გარჩევაზე, ანუ 4 ოთხზე საჩხუბრად რომ გიწევდეთ წასვლა, რომელ სამ კაცს წაიყვანდი შეთან ერთად. ფრენსის განო. კონტრასტისთვის დემეტრიუსი ხო არა? ალბათ ალექს პერეირას. დემეტრიუსი ნახდათ არა, ძალიან პატარაა. და გეიბლ სტივსონს. ხო, შენი მეგობარია. ის ოლიმპიური ჩემპიონია, თან ძალიან თავდაჯერებული. გებრიელი უბრალოდ მხეცია, ნამდვილი მხეცია, მაგარი ბიჭია. ახლახანს მამა გახდა, მაგრად მიხარია მაგისი ამბავი. და რატომ ვახსენე რომ მამა გახდა? იმიტომ რომ მგონია როცა კაცს შვილი უჩნდება, წარმატების მისაღწევად მოტივაცია ეგრევე უორმაგდება, ხვდები? უკვე მარტო შენ თავს კი აღარ არჩენ. ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი, გესმის? ასე რომ მგონია ეგ ბავში მას ბევრად საშიშს გახდის. სტივსონი არსვავს არ ეწევა, ყოველდღე ვარჯიშობს და თუ არ ვარჯიშობს, ყოველდღე აღდგენას გადის. ყველაფერს მიჯერებს, რასაც ვეუბნები, საერთოდ ყველაფერს. საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად უდგება. მართალია მასზე ბევრად უფროსი არ ვარ, მაგრამ როგორც უფროს ისე მცემს პატივს და მეც შემცოდნას მთლიანად უზიარებ. ჩხუბს რაც შეეხება უამრავი გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა. და ის რომ ასე მაგრად მცემს პატივს სტივსონი, იმას ნიშნავს, რომ რეალურად შეისრულთავს ყველაფერს, რასაც ვეუბნები. ეს კი მას კიდევ უფრო საშიშ ტიპად აქცევს. ჩემი მწვრთნელები ხავს გვერდით, ის ხალხი, ვინც მე გამხატეს ასეთი საშიში. ასე რომ იდეალურ პოზიციაშია იმისთვის, რომ MMA-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს. მართლა მიხარია რომ მისი მწვრთნელი ვარ. შენ ამბობდი რომ ხამზად ჩიმაევს ტომას პინალის დამარცხებაც კი შეუძლია. UFC-ის ისტორიაში რომელიმე წონით კატეგორიაში საერთოდ თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ხამზად ჩიმაევის გაჩერება შეუძლია. მგონია რომ თუ ხამზატი ოქტაგონში სწორი მენტალური განწყობით შევა, ნებისმიერი მებრძოლის ცემა შეუძლია. შენი პრაიმი ხამზატის პრაიმის წინააღმდეგ რომ ავიღოთ. ერთ დროს ძალიან ძლიერი ვიყავი. ჩემი კიკბოქსინგი ძალიან დინამიური იყო, ჩემი ჭიდაობა ძალიან ეფექტური იყო. ჩემი საბმიშენები მუშაობდა, ჩემი კარდიო, ფიზიკური ძალა და თავდაჯერებულობა პრაიმში მჯერა რომ საუკეთესო ტყუილად არ ყოფილვარ. მაგრამ მე უკვე აღარ ვარ პრაიმში, ხვდები? ლამის 40 წლის ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ხამზატი საერთოდ ყველასთვის პრობლემაა. მადლიერი ვარ რომ ის ჩემი მეგობარია და მისი ფანი ვარ. მთელი მსოფლიო ელოდა თეთრი სახლის კარდის გამოცხადებას და ყველა ელოდა შენს და პერეირას ხილვას. როგორ ფიქრობ, როგორი იქნებოდა ეს ბრძოლა შენთვის? მე მგონი მარტივი იქნებოდა, რადგან როგორც ვიცით, პერეირას ჭიდაობაში პრობლემები აქვს. მაგრამ გწყდება გული რომ თეთრ სახში არ იჩხუბე. კი, მინახავს პერეირა როგორ ვარჯიშობს, ნახე მისი ჭიდაობის დონე და ძალიან ჩამორჩება. მგონია რომ სტიპე მიოჩიჩი ნამდვილი მძიმე წონოსანია, უზარმაზარი ტიპია.
სირილ განით ცოცხლად რომ ხედავ, ეგეც უზარმაზარი ტიპია. ალექს პერეირა კი არც ისე უზარმაზარია. მშრალი ბიჭია, მგონი ახლა სადღაცას 115 კილოს იწონის. ფიქრობ, რომ ჩემი ფიზიკური ძალა მისთვის პრობლემა იქნებოდა. როგორც კი პარტერში გადავიყვანდი, მალევე დავასრულებდი შეხვედრა საბმიშენით და ეს ისედაც ყველამ იცის. მაგრამ ჩვენ არ ვჩუბობთ. მე მისი ფანი ვარ, მხარს უჭერ და მინდა რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად გქონდეს. ისლამი თუ ილია თოფურია? სონის დადება რომ მიწევდეს თოფურიას ავირჩევდი, იმიტომ რომ თოფურიას დგომი უფრო ძლიერი აქვს. მგონია რომ ისლამს ჭიდაობა უკეთესი აქვს, თუმცა თოფურიას საბმიშენებიც მეტი აქვს. ილიას ნოკაუტის ძალა მას ცოტათი უფრო ძლიერს ხდის. ნებისმიერ მათგანს შეუძლია მოიგოს. მაგრამ პირადად მე რომ მიწევდეს ამ ბრძოლაზე სონის დადება, მგონი ილიაზე დავდებდი. ბევრი ამბობს რომ არმანი თოფურიასთვის ძალიან უხერხული მეტოქია. გეთანხმები, მაგრამ თუ საერთოდ ვინმეს შეუძლია ილიას დამარცხება, ეგ ისლამია. თუმცა მგონია რომ ეგეც ძალიან რთული ამბავია. ილია ახლა ფაქტობრივად იდეალური მებრძოლია. მისი გრეპლინგი უბრალოდ საოცრად გამოიყურება. მისი დისციპლინა, ის თუ როგორ უჭირავს თავი, სულ გამომშრალია, ფორმაშია. გამიგია რომ მილიონობით დოლარს ხარჯავს ჯანმრთელობის აღდგენასა და დანამატებზე. მისი კრივის დონე, მისი ძალა ნამდვილად მომავლის მებრძოლს გავს. პირადად მე აქ საერთოდ არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს. ვინც მოიგებს ის მოიგებს, მაგრამ სონის დადება რომ მიწევდეს, მგონია რომ ილია უკეთესია.